პირველ ცოლს ყურები და ცხვირი დააჭრა. თავისივე ბიცოლა მოიყვანა ცოლად. და ადამიანი, რომელიც ცოლის საყვარლობაში დაადანაშაულა და შემდეგ მის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზატორი აღმოჩნდა, ზარბაზნიდან გაისროლა. მაგრამ ეს კაცი, ანუ ლევან დადიანი, იყო ამავე დროს გენიალური პოლიტიკოსი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შეიმუშავა საქართველოს ევროპის ვაჭრობის პროექტი. ცდილობდა სამეგრელო ექცია ევროპა-აზიის დამაკავშირებელ იმდროინდელ შუადერეფნად. მოკლედ მის ტაქტიკაზე მოგიყვებით. დადიანის სამეგრელოს მთავარი რომ გახდა, სამეგრელო ჯერ კიდევ ემორჩილებოდა ოსმალეთს. მისი ტაქტიკა ასეთი იყო. პირველ რიგში ოსმალეთთან დამეგობრება, სულთნის ვეზირებისთვის ყოველ წელს საჩუქრების გაგზავნა და 2 წელში ერთხელ ოსმალეთის სულთნისთვის ხარჯის მიცემა. ასე დადიანი ოსმალებს უთკიცებდა ერთგულებას და კეთილგაწყობას, მაგრამ როცა საქმეზე მიდიოდა, ოსმალებს არ ეძლევდა უფლებას მის ტერიტორიაზე გაეტარებინათ ჯარის ნაწილები. დაუმტკიცა ოსმალებს ერთგულება და რა გააკეთა? ირანს, ანუ ოსმალეთის მთავარ კონკურენტს დაუახლოვდა. იცოდა შავ ზღვაზე გასასვლელი ირანს ძალიან რომ სჭირდებოდა. გაიაზრა სამეგრელოს გეოგრაფიული ფასი და თვით ირანს შესთავაზა შავ ზღვაზე გასასვლელი. თავისი და მარიამი ცოლად გააყოლა ქართლში ირანის შაჰის ერთგულ როსტომხანს. ლევანმა იმდენ იქნა, რომ ირანის შაჰმა მოკავშირედ მიიჩნია და ჯამაგირიც კი დაუნიშნა და 1634 წელს სპილოც კი გაუგზავნა საჩუქრად სამეგრელოს მთავარს. რაღაცნაირად მოახერხა მესამე გზის გამონახვაც და დაუახლოვდა რომის პაპს, იმ დროინდელ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებას. კათოლიკე მისიონერი ლამბერი სამეგრელოში მოგზაურობდა და ძალიან დადებითად ახასიათებდა ლევანს. წერდა, რომ ის იყო ენერგიული, ნიჭიერი ხელისუფალი, აღორძინა ვაჭრობა, ხელოსნობა და დაუახლოვდა ევროპას. ჩამოყავდა ევროპელი მხატვრები, გეოგრაფები, ასტრონომები, ექიმები, ევროპელი მისიონერები. ზოგიერთი მათგანი მრჩევლადაც დაიყენა. ახლა უნდა გაეზარდა გეოგრაფიული მნიშვნელობა სამეგრელოსთვის და ახალი სავაჭრო გზად შეიმუშავა. უნდოდა რომ სპარს და სომეხ ვაჭრებს თავიანთი საქონელი, თუნდაც აბრეშუმი ირანიდან არა ალეპოში, არამედ სამეგრელოში ჩამოეტანათ და უკვე აქედან გაეყიდათ ევროპაში. სამეგრელოს საბაჟო იაფად შესყიდულ საქონელს მისთვის ხელსაყრელფასად მიყიდდა ევროპელებს და სამთავროშიც დიდი მოგება დარჩებოდა. დადიანს კონსტანტინოპოლიდან ვენეციელი ვაჭრების ჩამოყვანაც უნდოდა და მათი აბრეშუმის ასევე შავი ზღვით გაყიდვა ევროპაში. ანუ იმის მაგივრად, რომ სპარს ვაჭარს თვეები ევლო ვენეციამდე, ჯერ ჩადიოდა სამეგრელოში, იქ ჩაქონდა საქონელი, პირობითად ვენეციიდან ჩამოსული ვაჭრები ხვდებოდნენ და მიჰქონდათ ევროპაში, ასე დრო და თანხა იზოგებოდა. ეს მოგებას მოუტანდა მეგრელ ვაჭრებსაც და მეგრულ საბაჟოსაც. ეს ამბიციური გეგმა ოდიშს და შავ ზღვას უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრად აქცევდა. მართალია გეგმა ამ მასშტაბით ვერ განხორციელდა, მაგრამ ფაქტია, სამეგრელო მოიზიდა მთელი მსოფლიოდან ვაჭრები და დიპლომატები. დადიანმა ურთიერთობა წამოიწყო იმდროინდელ